ციფრული ფულის შექმნის იდეა, როგორც თავიდანვე თქვი, ძველია. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა წამოიწია, თუმცა ინტერნეტში ინფორმაციის უნიკალურობა ძალიან რთულია შეინარჩუნო. მაგალითად, მე თუ რაღაც ფოტო მაქვს, ის ფოტო შემიძლია 1000 ასლი გავაკეთო და ყველა იქნება ერთმანეთს იდენტური და ფულის თავარი მახასიათებელი რომ იმან ფულობა შეინარჩუნოს, არის რომ ის ან მე მაქვს, ან შენ. თუ მე მაქვს, შენ არ გაქვს და პირიქით, თუ შენ გადმოგეცი, მე აღარ მრჩება, ხო და აი როგორ მოეხერხებინათ ის რომ ეს ორმაგი ხარჯვის პრობლემა გამქრალიყო რაღაცნაირად ისე რომ თქვათ აი შეექმნათ რაღაც ისეთი ფაილი, აი ძალიან გლეხურად რო ახსნათ რაღაც ისეთი ჩანაწერიან ფაილი, რომელიც ან მე მაქვს, ან შენ და მისი დუბლირება შეუძლებელია. თუ გადმოგცემ, ჩემთან უნდა გაქრეს. კი, აი როგორც ჩემი საფულიდან ფული თუ მოგეცი, ბანკნოტა თუ მოგეცი, უკვე შენთან არის, ჩემთან აღარ არის, ხო და ამას ბევრი მეცნიერი, კრიპტოგრაფი, კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით მომუშავე ადამიანი ძალიან დიდხანს ცდილობდა ამ თავსატეხის ამოხსნას. სხვათა შორის მიხარია რომ ძალიან დიდი წვლილი ბიტკოინის შექმნაშიც აქვს ჩემ მოგვარეს შეტანილი ნიკ საბო, რომელიც ძალიან ესეთი ამერიკაში ცნობილი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით მეცნიერია, მეცნიერულად უდგება ამ საკითხს. მისი ერთ-ერთი ადრინდელი ნამუშევარი, რომელიც BitGold ქვია, თუ სწორად მახსოვს. შემდეგ ეს გამოყენებული იქნა მათ შორის ნაკამოტოს მიერ, რომ ბიტკოინი საბოლოო ჯამში შეექმნა. ხო და სატოში ნაკამოტო უცებ არსაიდან გაჩნდა ესეთი ფსევდონიმით ადამიანი, რომელმაც მოახერხა და ის ლოგიკური ამოცანა გადაჭრა. მარტივად რო ვთქვათ, მოახერხა ისეთი სისტემის შექმნა, რომელსაც აქვს ეს ფულის თავარი მახასიათებელი, ან ჩემთან არის, ან შენთან და დუბლირება შეუძლებელია. ერთი ბიტკოინი მე თუ მაქვს, ის ბიტკოინი შენ არ გაქვს. აი ეს რომ მოახერხა მათემატიკურად და კრიპტოგრაფიით, ამან გახადა შესაძლებელი რომ ესეთი ტექნოლოგია გაჩენილიყო, რომელსაც თავიდან რა თქმა უნდა არავინ არც იცოდა, არც ენდობოდა, რაღაც უბრალოდ რაღაც ახალი მასავით იყო რა, ვიღაცამ რაღაც მოიგონა, ოკეი, მაგრამ როგორც ხედავთ, ის რომ ეს კარგი ტექნოლოგია, ამის მოწმე არის დრო, რომ ადამიანები უფრო და უფრო მეტი ადამიანი ენდობა, უფრო და უფრო მეტად ენდობა, ადამიანები ვიცი, რომელიც თავის თელ ცხოვრების ქონებას დებენ ამაში, იმიტომ რომ იმდენი გამოიკულიეს და იმდენი ნდობა მოიპოვა ამ ტექნოლოგიამ მათთვის, რომ მზად არიან, რომ ამაში მთლიანად all-in შევიდნენ.